ოპოზიციის ალიანსი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვას და საკუთარი მოწოდების შესრულებას განსაკუთრებით ითხოვს საქართველოში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტის ფონზე და კიდევ უფრო მაღალი რანგის ვიზიტის ფონზე მეზობელ სომხეთში, სადაც ხვალ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩადის. ამერიკული დელეგაციის შეხვედრები თბილისში დღეს იწყება. გავრცელებული ინფორმაციით სტუმრებს შორისაა სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი, რომლის ყურადღების ცენტრშიც 2 თვის წინანდელი ვიზიტისას საოკუპაციო ხაზი და ანაკლიის პორტი მოხდა. კიდევ ვინ არიან დელეგაციის შემადგენლობაში და რა შეხვედრებს გამართავენ ისინი დღეს თბილისში? ნატალი ჯახუტაშვილი მოგვიყვება დეტალებს. დიახ, ამერიკული დელეგაცია უკვე საქართველოშია. დელეგაციის წევრებს შორის არის პიტერ ანდრეოლიც, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ზუსტად 2 თვის წინ. მაშინ გვახსოვს, რომ ანდრეოლი პირადად ჩავიდა ანაკლიაში და ადგილიდან გაეცნო პროექტის მიმდინარეობას და მაშინ მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საგანი იყო სწორედ საქართველოს როლი შუა დერეფანში და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პერსპექტივები და ამიტომ ახლაც ოპოზიციური პარტიები არ გამორიცხავენ, რომ ოფიციალური ვაშინგტონი დაინტერესებული იყოს ამ საკითხით, თუმცა ისინი ხაზგასმით ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში შეუძლებელია ამ პროექტის განხორციელება ამერიკელების ჩართულობით, ვინაიდან დღეს მათი განცხადებით საქართველოში გადაწყვეტილებებს იღებს კრემლი და პუტინის რეჟიმი არ დაუშვებს იმას, რომ ამერიკული გავლენები გაიზარდოს საქართველოში. ასევე ზოგადად ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ისინი ზოგადადაც მიაწვდიან ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ამის პარალელურად სულ ცოტა ხნის წინ უკვე ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვალ სომხეთში ჩადის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოეწერება ორმხრივი ურთიერთობების შეთანხმებებს ხელი. მანამდე გვახსოვს, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართა ერევანში, სადაც ევროპელი ლიდერები იყვნენ ჩასულები. მანამდე თებერვალში ჯეიდი ვენსი იყო ჩასული სომხეთში. საქართველოში კი ბოლო წლების განმავლობაში არ გვახსენდება უმაღლესი დონის ვიზიტი. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ანტიდასალური და ანტიდემოკრატიული პოლიტიკის და ქმედებების ბრალი და მათი განცხადებით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო დღეს პოზიციის ლიდერის პოზიციები დაკარგა რეგიონში ქვეყანამ და რეალურად გეოპოლიტიკურ ცენტრად სამხრეთ კავკასიაში გადაიქცა სომხეთი. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. ჩვენ ვითხოვთ აბსოლუტურად ცხადად ჩვენთვის კუთვნილი უფლებების განხორციელებას. ადამიანები არ უნდა იყვნენ ციხეში, როცა არიან უდანაშაულოები, არჩევნები არ უნდა იყოს გაუქმებული. ის რომ ქვეყანა დამოუკიდებლობის რისკების წინაშე დგას, ეს ბატონმა ანდრეოლიმ ჩვენგან წინა ვიზიტზე შეიტყო, იგივეს გავიმეორებთ ახლაც. ეს ხელისუფლება არავითარ ანაკლიას, არავითარ ლოჯისტიკურ დერეფანს ამ ქვეყანაში არ დაუშვებს, იმიტომ რომ ეს არის რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ხოლო ის რაც არის რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ამ ქვეყანაში არ მოხდება, ვიდრე ივანიშვილი აქ არის. ჩვენ გვექნება შეხვედრა დელეგაციასთან, ალბათ უბრალოდ დეტალურად მე შეძლო საუბარს კონკრეტულად რა იყო მათი ინტერესის საგანი. ჩვენს გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი დელეგაციის წევრი არის ანდრეოლი, თუმცა ვიცით, რომ ის გარდა არიან კიდე სხვა ადამიანები. არ ვიცით ზუსტად კონკრეტულად რა თანამდებობის წარმომადგენლები, მაგრამ ვიცით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან. საუბარი იქნება ისევ იმაზე, რა პრობლემები არის ქვეყანაში, აქედან რა შევიყოს გამოსავალი, ჩვენ რა შევხედოთ გამოსავალს, ჩვენ რას ვაკეთებთ, როგორც ჯამში ალიანსი და ოპოზიცია. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა შეიძლება უკავშირდებოდეს ისევ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს. კი, რა თქმა უნდა. ანუ მათი ინტერესი არის, ამ ადმინისტრაციის ინტერესი არის მეტწილად ეკონომიკური ხასიათის ინტერესები. ჩვენ ბუნებრივია გვექნება მათთან შეხვედრები. ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან შეხვდებიან ანა ბუჩქული და გიორგი შარაშიძე ამ მიმართულებით. რაც შეეხება სომხეთის
სომხეთში ვიზის და მიმართულებით მაღალი დონის ვიზიტებს ამაზე ბუნებრივია პასუხისმგებლობა ეკისრება ოცნებას, რომელმაც თავისი არაპრაგმატული, არაკომპეტენტური პოლიტიკით დააზიანა ჩვენი ურთიერთობები ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ შეერთებულ შტატებთან. შესაბამისად, ამაზე პასუხი უნდა გითხოთ თავად ოცნების წარმომადგენლებს. ბოლო ორ თვეში ეს არის რიგით მესამე დელეგაცია, რომელიც ჩამოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში. საინტერესოა ამჯერად რა გზავნილები ექნებათ ჩვენს პარტნიორებს, რას ეტყვიან ისინი ოცნების ხელისუფლებას. ჩვენი ინფორმაციით დღეს ასევე იგეგმება შეხვედრა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთანაც და რამდენიმე დღის განმავლობაში იქნებიან დელეგაციის წევრები საქართველოში. ისინი შეხვდებიან ოპოზიციურ პარტიებს, ვიცით რომ ასევე შეხვდებიან ირაკლი კობახიძეს და ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს ამ ვიზიტთან დაკავშირებით.